ხვალ 21 დეკემბერს 23 დეკემბრის ჩათვლით ღია სივრცეში ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი სახელწოდებით კონტაქტის ზონა გაიმართება. იგი შექმნილია ინკლუზიური იდეების პლატფორმა ინფორმის მიერ. სპექტაკლის შექმნის ისტორიის, სამუშაო პროცესის, მონაწილეებისა და სადადგმო ჯგუფის შესახებ დეტალურად მოვისმენთ გადაცემის სტუმრისგან. მაკა ჩხაიძე სპექტაკლის ავტორი და პროდიუსერი, ამავე დროს ინკლუზიური იდეების პლატფორმა ინფორმის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. მაკა დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. პირიქით მადლობა, რომ მომიწვიეთ. მაკა ძალიან საინტერესოა და ამავე დროს მნიშვნელოვანი თემა იდეიდან გამომდინარე და რომ ვისაუბროთ, რას ეფუძნება ეს სპექტაკლი და თავად იდეა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო და სასარგებლო ამავე დროს. კი ბატონო, ესე იგი, სპექტაკლს ქვია კონტაქტის ზონა. დიახ. და მთელი სპექტაკლის იდეა ეფუძნება იმას, თუ როგორ შეიძლება დავამყაროთ და რამდენნაირი შეიძლება იყოს კონტაქტი, რომელსაც ჩვენ ვამყარებთ გარე სამყაროსთან, საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, ჩვენს სხეულთან, ჩვენს ფიზიკურ მოცემულობასთან და ასე შემდეგ. ჩვენ საქმიანობა 2022 წელს დავიწყეთ, ამ დროს დაფუძნდა ჩვენი ორგანიზაცია. და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ კიდევ სხვა სპექტაკლიც გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი მეორე უკვე საავტორო სპექტაკლი და მთელი ამ დროის მანძილზე მე ვაკვირდებოდი აი ამ დინამიკას, როგორ ვითარდებოდა ჩვენი მუშაობა და ჩვენი მონაწილეებს შორის კავშირები როგორ დგებოდა და ჩავთვალე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა უფრო ღრმად გვეკვлия აი ეს კონტაქტის თემა. იმიტომ რომ როდესაც ინკლუზიაზე ვსაუბრობ, ზუსტად კონტაქტი არის ის, რაც ადამიანებს დააძლევინებს ყველა იმ სტიგმას და ესე ვთქვათ, შეზღუდულ შეხედულებებს ადამიანებსა და ადამიანების ჯგუფების შესახებ. ამიტომ ვფიქრობ, რომ კონტაქტი, კომუნიკაცია, ერთმანეთის გაცნობა და ერთმანეთთან ახლოს მისვლა. დიახ. გამარჯვების და ხელის ჩამორთმევის მიღმა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გავიაზროთ, რას ნიშნავს ინკლუზია და ადამიანების ინტეგრაცია. დიახ. ძალიან საინტერესოა ალბათ თავად მუშაობის სპეციფიკა. სარეპეტიციო პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ბუნებრივია, ვიდრე ყველაფერი საბოლოო სახეს მიიღებს. რა არის ხოლმე ამ დროს მთავარი სირთულე გამოწვევა როგორც მონაწილეებისთვის, ისე სადადგმო ჯგუფისთვის? იცით რა, ეს კონკრეტული სპექტაკლი არის ძალიან ისეთი ექსპერიმენტული იდეას ეფუძნება, იმიტომ რომ ჩვენ მე შევკრიბე 3 ქორეოგრაფი, 3 მუსიკოსი და აი ამ კონტაქტის თემაზე თითოეულ ამ მუსიკოს და ქორეოგრაფს უნდა შეემუშავებინა კონცეფცია და შემდეგ უკვე აი ნოლიდან ვიწყებდით ამ კონცეფციის დამუშავებას ჩვენს ჯგუფთან ერთად. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის აბსოლუტურად ინკლუზიური სპექტაკლი, სადაც მონაწილეობენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ასევე პროფესიონალი მოცეკვავეები, მსახიობები და ამ სპექტაკლს აქვს თავისი ორიგინალი მუსიკა, რომელსაც სამი არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ქმნის. აი თავისთავად უკვე სირთულე იყო, ანუ იდეის დასაწყისიდანვე, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ არაფერი არ გვქონდა და ჩვენი დაკვირვების და აი თვითონ პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე უნდა შექმნილიყო მთლიანი დადგმა. ეს იყო ესეთი მიდგომა, რომ ის მასალა, რაც იქნებოდა ქორეოგრაფია, ეს უნდა წამოსულიყო თვითონ მონაწილეებისგან. და 3 სხვადასხვა ნაწარმოებია, ხო, გაერთიანებული? 3 სხვადასხვა დამოუკიდებელი ქორეოგრაფიული ნაწარმოებია, რომელსაც 3 თვის განმავლობაში ამ ჯგუფებმა დამოუკიდებლად იმუშავეს და შემდეგ უკვე ჩვენ ვაერთიანებთ ამას, ისე რომ აი ეს გადაბმა და თითოეულ ამ 3 ეპიზოდს შორისაც რომ შედგეს ესეთი კონტაქტის ზონა. თავისთავად აი ამ პრინციპით თავი რო დავანებოთ იმას, რომ ესეთ ინკლუზიურ ჯგუფს აქვს თავისი სპეციფიკა, რა თქმა უნდა, აი ამ ექსპერიმენტულობიდან გამომდინარე კიდე დაემატა ეს დამატებითი სირთულე. თუმცა მე ძალიან ამას სირთულეს ვერ დავარქმევდი, ეს იყო უფრო მეტად საინტერესო კვლევის პროცესი, როგორ შეიძლება გაიხსნას ადამიანები და როგორ შეიძლება გაიხსნას აი ის კონტაქტის ზონა ადამიანებს შორის, რომლის მიღმაც უფრო მეტად შეგვიძლია საკუთარი თავის გამოხატვა, საკუთარ გრძნობებზე, გამოცდილებებზე, ჩვენს შეგრძნებებზე საუბარი და ამის გამოხატვა. ეს რთულიც და საინტერესო პროცესიც არის თავისთავად. ნამდვილად. დასწე რომ მონაწილეებზე რომ ვისაუბროთ და შემოქმედებით გუნდზე დეტალურად ვინ არიან ეს ადამიანები, რომ ჩვენ რადიო მსმენელს ვუამბობთ. ესე იგი ჩვენი დასი, აი ინფორმ ინკლუზიური იდეების პლატფორმა
პლატფორმას უკვე 1 წელზე დიდი ხანია ყავს ესეთი ინკლუზიური ჯგუფი, 7 შეზღუდული შესაძლებლობის და 7 პროფესიონალი მოცეკვავე, რომლებიც მუდმივად სტაბილურად ერთად მუშაობენ. თუმცა ამის გარდა ჩვენ ყოველ სპექტაკლზე ვიწვევთ დამატებით რომელიმე არტისტს ან ესეთ სხვადასხვა პროფილის მქონე შემოქმედს, რომელიც ითანამშრომლებს ჩვენს ჯგუფთან. ამ შემთხვევაში, ეს 7 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეობს აქ ჩვენს 3 ქორეოგრაფი, ეს არის ნათია ჩიკვაიძე, ვალერია ხრიპაჩი და ვერონიკა წიხონოვა. ეს 3 ქორეოგრაფი საქართველოში ცხოვრობს, აქ მოღვაწეობს და მუსიკას რაც შეეხება, ყავს 3 კომპოზიტორი, ანუშკა ჩხეიძე, ნინო დავაძე და გვანცა ენუქიძე. გვანცა ასევე მსახიობიც არის და თამაშობს ერთ-ერთ ეპიზოდში. და ამ ყველაფრის რეჟისორულ გადაწყვეტას, დრამატურგიის გამართვას, ერთმანეთთან დაკავშირებას, ამ ყველაფერზე მუშაობს დათო ხორბალაძე, რეჟისორი. სპექტაკლს ასევე ყავს 2 მხატვარი, კატო გელაშვილი და მიშიკო სულაკაური და მოკლედ როგორ თქვა, ესეთი სრულყოფილი გუნდი შეიკრა, რომელსაც ყველა კომპონენტს ყავს თავისი პროფესიონალი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და მოკლედ ზრუნავს იმაზე, რომ ამას კონდეს პროფესიული სახე. საინტერესოა სპექტაკლისთვის რა პრინციპით ირჩევთ სივრცეებს და საერთოდ თუ გვაქვს შესაბამისად ადაპტირებული სახელოვნებო სივრცეების ფართო არჩევანი? არა, ეგ არის ძალიან დიდი ტკივილი ამ სფეროში, როდესაც მოდიხარ, უკვე გააზრებული გვაქვს ის, რომ სივრცეებთან გვექნება პრობლემა. ამ კონტაქტის ზონას რაც შეეხება, ამ სპექტაკლს რაც შეეხება, ჩემი იდეა არის ის, რომ ეს სპექტაკლი გამეორდეს სხვადასხვა დამოუკიდებელ სახელოვნებო სივრცეებში, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი, როგორც ინფორმის მიზანი არის ის, რომ ეს ინკლუზიურობა შევიტანოთ თანამედროვე სახელოვნებო პროცესებში და ეს დამოუკიდებელი სივრცეები, რა თქმა უნდა, ამ პროცესების, მთავარი აქტორები არიან, ხო? თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ეს სივრცე არის შესაბამისად ადაპტირებული, რომ ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი. მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი სივრცეები არ არსებობს, ჩვენ ვერ გავჩერდებით. და ამიტომ მე შევარჩიე ეს დამოუკიდებელი სივრცეები იმისთვის, რომ ჩვენ ეს ინკლუზიურობა დავაფიქსიროთ, რომ რაღაცნაირად განაცხადი გავაკეთოთ, რომ ჩვენ აქ ვართ, ეს მაყურებელიც არსებობს, ამ სივრცეებს ასეთი სტუმრებით შესაძლებელია ყავდეს და აუცილებელია ყველა სივრცემ, არ არის აუცილებელი რომ რაღაც მაინც და მაინც ლიფტი ან ესეთი ძალიან მაღალ ტექნოლოგიურად, მაგრამ ელემენტარულად მაინც რომ დავიწყოთ სრუნვად იმაზე, რომ ადამიანებმა შეძლონ ამ სივრცეებში მოსვლა. უშუალოდ ღია სივრცეზეც მინდა 2 სიტყვა თქვა. ეს არის ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცე, რომელიც თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნებაში არსებობს დღეს საქართველოში და ძალიან საინტერესო დადგმები, სპექტაკლები აქვთ და ძალიან საინტერესო გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები. და პირველი სპექტაკლები მე გადავწყვიტე რომ აქ ყოფილიყო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იმ რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ, თანამედროვე საცეკვაო თეატრი, ეს სივრცე, მისი შინაარსი და მისი ესე ვთქვათ, ხედვა ძალიან ეს შეესაბამება. თუმცა ჩვენ აქ ისე ვაწყდებით ადაპტირებულობის პრობლემას. სამწუხაროდ ეს სივრცე არ არის ადაპტირებული და გვიწევს რომ რაღაცნაირი იმპროვიზებულად გადავწყვიტოთ ის პრობლემა, რომელსაც ადამიანები ეჩეხებიან. ინკლუზია ხელოვნებაში რა როლს ასრულებს ხელოვნების ხელმისაწვდომობა შშმ პირების საზოგადოებასთან სრულყოფილ ადაპტაციაში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ შშმ პირები განვითარდნენ და ჰქონდეთ შესაძლებლობა შექმნან თავიანთი შემოქმედებითი პროდუქტი? ხელოვნებაში იცით რა, ხელოვნება არის, როგორ თქვა, ყველაზე გამომსახველობითი ფორმა, სადაც შეგიძლია დაინახო რა შეუძლია ადამიანს და გარდა ამისა, შენ თვითონაც როგორც მაყურებელს უფრო მეტად გაგიფართოვდეს ხედვის წერტილი რა, რომ ის რასაც ვფიქრობთ, რომ არის ხელოვნება, შესაძლებელია სრულიად სხვა რამეც იყოს ხელოვნება და მოკლედ ეს ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი არის
ძლიერი ჩართულობა და განსაკუთრებით თეატრი, ცეკვა ეს ისეთი საკომუნიკაციო საშუალებებია, რომლითაც თვითონ მონაწილეებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზება და გამოხატვა და მაყურებელსაც ნამდვილად ეცვლება შეხედულება და საკუთარ ასე ვთქვათ ხედვას ის რაც გონია რომ შეუძლიათ ამ ადამიანებს ნამდვილად გადაფასება ხდება მას შემდეგ რაც ხედავენ სცენაზე ეს გზას უხსნის სხვა სფეროებს ესე ვთქვათ ინკლუზიისთვის როდესაც რამდენიმე ადამიანს ხედავს სცენაზე შენ გიჩნდება რწმენა ამ ადამიანების მიმართ და უფრო მეტად როგორ ვთქვათ დაფასება იმის რაც შეუძლიათ ამ ადამიანებმა რომ გააკეთონ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა მასშტაბური სოციალური ინკლუზია თეატრალური ხელოვნების დახმარებით? თეატრალური ხელოვნება ალბათ ვერ აიღებს თავის თავზე ყველაფერს. მაგრამ ერთ-ერთი მას შეუძლია რომ გახდეს აი რაღაცნაირი ილუსტრაცია, არა ილუსტრაცია, არამედ ნიმუში იმის როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს, აი ეს როგორც თქვი, რომ შეიძლება აჩვენოს უფრო ფართო აუდიტორიას ეს ადამიანები მიაქცევინოს ყურადღება ამ პრობლემის მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს თეატრალური ხელოვნება არ არის ყველაფრის წამალი და ყველა პრობლემას ეს ვერ გადაწყვეტს. რა თქმა უნდა. რაც შეეხება ინკლუზიური იდეების პლატფორმა Informs. თქვენ ხართ ამ არაჩვეულებრივი პლატფორმის დამფუძნებელი და რომ გითხრათ, მთავარი პრინციპი რა იყო გამოწვევა ამ ჩემთვის მე დიდი ხანი მე თვითონ პროფესიით მსახიობი ვარ, თუმცა არ მივსდევ ჩემ პროფესიას, მსახიობი ვარ და ასევე ფსიქოლოგი. და მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობ ამ თემაზე, ინკლუზიურ სპექტაკლებში. ვაკეთებდი ჩემს მეგობრებთან ერთად და ასევე სხვადასხვა კულტურულ პროექტებზე ვმუშაობდი. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ თანამედროვე ხელოვნება არის ნამდვილად თანამედროვე და ის მიყვება იმ პრობლემურ საკითხებს, რომელიც ახლა საზოგადოებაში დგას და ჩვენ ხედავთ არაერთ ჯგუფს, რომელსაც ძალიან დაეხმარა თანამედროვე ხელოვნების ში გამოხატვა ამ პრობლემების, რომ უფრო მეტად ხილული და თვალსაჩინო გამხდარიყვნენ საზოგადოებისთვის. თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათთან დაკავშირებული თემები ჯერჯერობით არ არის რატომღაც ჩვენს ქვეყანაში აქტუალური თანამედროვე ხელოვნებისთვის. ამიტომ მე ვფიქრე, რომ შესავსებია ეს რაღაცა ნაპრალი და მე შემიძლია შევქმნა ისეთი პლატფორმა, სადაც აი ზუსტად ამ აქტუალურ ხელოვანებს, რომლებიც ახლა ნამდვილად ქმნიან თანამედროვე არტს, მე მათ მივცემდი შესაძლებლობას, რომ თანამშრომლად ერთმანეთთან და გაცნობოდნენ იმ ადამიანებს და იმ ჯგუფს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რომლებიც ცოტათი არა, კარგად დისტანცირებულები არიან საზოგადოების დიდი ნაწილისგან და მათ შორისაც კი, ვისაც აინტერესებს ამ თემებზე საუბარი, არსებობს რაღაცნაირი ბარიერი, რომ მათ უჭირთ ამ ადამიანებთან მისვლა, იმიტომ რომ შიშობენ, რომ შეიძლება რაღაცა დააზიანონ, რაღაცა არიციან როგორ იმუშაონ და ასე შემდეგ. ეს პლატფორმა შეიქმნა იმისთვის, რომ მოკლედ აი ეს გამბედაობა მივცეთ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ წაიშალოს აი ეს ზღვარი, ხო? ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით, თეატრი და ცეკვა. როგორც აღნიშნე, ყავს ესეთი ჯგუფი ხელოვანების, რომლებთანაც შეუძლიათ დაინტერესებულ ხელოვანებს იმუშაონ. და აი საინტერესოა, რა არის საჭირო საზოგადოების მხრიდან სრული ინტეგრაციისთვის? აი ეს კედელი, ბარიერი, რომელსაც სამწუხაროდ ნებზით-უნებლიეთ გვაქვს აღმართული, ხო? რა საშუალებებით შეიძლება რომ მოვახდინოთ სრული ინტეგრირება? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ ეს პირველ რიგში დავინახოთ ეს ადამიანები და ჩვენ თავთან ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოება არის ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი და ყველა განსხვავებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ისეთივე უფლებები და ისეთივე თანასწორი შესაძლებლობები საკუთარი ინტერესების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, როგორც ნებისმიერ აი სტანდარტულად რო აღვიქვათ ესეთი ტიპური განვითარების მქონე ადამიანი. აი, როდესაც ჩვენ დავინახავთ და ვაღიარებთ აი ამას მე უფრო ადვილი იქნება იმ სირთულების დაძლევა, რაც ზოგადად ახლავს ამ ინტეგრაციას.
რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძირითადად ადამიანების გონება და შეხედულება უნდა შეიცვალოს განსხვავებული ადამიანების მიმართ და საერთოდ აი ეს განსხვავებულობა უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა, რომ ჩვენც ყველანი რაღაცით განსხვავდებით ერთმანეთისგან და ერთმანეთისთვის საჭირო არის ხელის შეწყობა იმისთვის, რომ რაღაცნაირად შეიქმნას ჰარმონიული, მრავალფეროვანი და ამით გამდიდრებული საზოგადოება. დიახ, გეთანხმებით. და რაც შეეხება ხვალინდელ სპექტაკლს, მაინტერესებს სარეპეტიციო სამუშაოებისთვის რამდენად გქონდათ კომფორტული გარემო და რამდენ ხანს გრძელდებოდა სპექტაკლი? ჩვენ სექტემბრიდან ვმუშაობთ ამ სპექტაკლზე. კი, კომფორტული გარემო ნამდვილად არის. ჩვენს რეპეტიციებზე ძალიან დიდი მხიარულება და სიამოვნებით სავსე გარემო არის. ეხლა უკვე გადავედით ღია სივრცეში და ბოლო ერთი კვირა უკვე იქ რეპეტიციობთ. რა თქმა უნდა, უკვე ვღელავთ, ველოდებით მაყურებელთან შეხვედრას. ძალიან გვინდა რომ ყავდეს მიუხედავად იმისა, რომ ეს დეკემბრის ბოლო ისეთი დატვირთულია ყველა ადამიანისთვის და რთულია გამონახო დრო, მე მაინც მინდა ვთხოვო ჩვენ საზოგადოებას დაგვიჭირონ მხარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ეს სპექტაკლი მაყურებელს ენახა, ძალიან ელოდება ჩვენი ყველა მონაწილე მაყურებელთან შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს 1 საათი, რომელსაც ჩვენთან ერთად გაატარებენ, ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება ყველა მაყურებლისთვის. და კიდევ ერთხელ ჩვენ რადიო მსმენელს რომ ვუთხრათ, როდის და სად იმართება ტერიტორიულად. ეს არის 21, 22 და 23 დეკემბერს ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ღია სივრცე, ეს არის ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. საღამოს 8 საათზე ბილეთების შეძენა, ბილეთები რა თქმა უნდა იყიდება და შეძენა შესაძლებელია ბილეთები ჯიზე. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ და მომავალშიც სიამოვნებით გელოდებით მომდევნო პროექტებზე სასაუბროთ. ჩვენ რადიო მსმენელს კი შევახსენებთ, რომ გადაცემის სტუმარი გახდათ მაკა ჩხაიძე, ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლის ავტორი და პროდიუსერი და ამავე დროს ინკლუზიური იდეების პლატფორმა ინფორმის დამფუძნებელი.